იმისა, რომ ხელისუფლება მოუბრუნდება უნივერსიტეტს, თუმცა უკვე მომხდარმა ფაქტებმა ჩვენ რაღაც ამის პესიმიზმი გაგვიჩინა იმისა, რომ უნივერსიტეტი გადარჩება, იმიტომ რომ ის მთავარი პერსონა, ვისი ხელითაც მოხდა უნივერსიტეტის დანგრევა და განადგურება, იყო იმჟამინდელი რექტორი გიორგი ხუბო, რომელიც 2010 წელს როგორც დამნაშავე ასე გაუშვეს უნივერსიტეტიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ვიცით თქვენ და იცით საზოგადოებამ ტელევიზიით, პრესით და ასე შემდეგ. იქ იყო უამრავი რაღაც დარღვევები, გახსოვთ დაკარგული უძვირფასესი წიგნები, არასწორად ჩატარებული ტენდერები, ფინანსური დარღვევები და ასე შემდეგ. მოვითხოვთ, რომ დამნაშავე ხუბოს საქმე საგანგებოდ იყოს შესწავლილი და მისი როლი უნივერსიტეტის დანგრევაში უნდა იყოს გამოკვლეული და შესაბამისად ის დაჯილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე. ეს არის ის ადგილი, საიდანაც როგორც ძალეს დაიწყო ჩვენთვის უცხო იდეოლოგია ბრძოლა ქართული განათლების დაშლისათვის, განადგურებისათვის მეცნიერებისა და დღემდე ეს პროცესი შეშერებული არ არის და ამიმდინარეობს პირიქით მცდელობა იმისა, რომ ეს რეფორმები შეფასდეს დადებითად და ის ხალხი, ვინც ეს რეფორმები ჩაატარა, რის შედეგადაც დაინგრა ის განათლების სისტემა და მეცნიერება და ახალგაზრდები ვეღარ მიიღებენ ამ განათლებას, გამოცხადდეს, ასე ვთქვათ, რეაბილიტირებულად, რეაბილიტაცია მოხდეს და განაგრძონ იგივე ხაზი. ეხლანდელმა ხელისუფლებამ ჩვენ ამის იმედით უჯერდით ხარს ამ ხელისუფლებას, რომ ისინი სწორედ აქედან დაიწყებდნენ ამჩნევობას, რომ უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მიაქცევდა ყურადღებას და ეხლა რა გამოდის? ის ადამიანები, რომლებიც ამ საშინელ საქმეს აკეთებდნენ, ეხლა წინააღმდეგებიან და მედლებს გადასცემენ და ზოგიერთი მინისტრი კიდე ესწრება ამ დაწინაურების ობეზურ პროცედურას. ამისთვის არ მიბრძოლია ჩვენ და ამისთვის არ შეუძლია ამ ხალხმა უნივერსიტეტს